პრეზიდენტის გამოცხადებულ ვეტოს ჯერჯერობით უნდა ითქვას, რომ ქართული ოცნებიდან არავინ გამოხმაურებია, რაც შეეხება ოპოზიციას, ისინი ფიქრობენ, რომ მიუხედავად იმისა, შესაძლოა პრეზიდენტის ვეტოს პოლიტიკური ძალა ახლა არ ჰქონდეს, ვინაიდან დიდი ალბათობით ქართული ოცნება პრეზიდენტის ვეტოს დაძლევს, თუმცა უნდა აღინიშნოს, რომ როგორც ოპოზიცია ამბობს, ამით ზურაბიშვილმა დაუმორჩილებლობა გამოუცხადა კიდევ ერთხელ მმართველ პარტიას, მასზე არ მოქმედებს შანტაჟი და მუქარა, რომელიც სახელმწიფო გუნდის ლიდერებისგან მიმდინარეობს პრეზიდენტის წინააღმდეგ და ეს არის პოლიტიკური გადაწყვეტილება და განაცხადი მათ შორის საერთაშორისო პარტნიორების მისამართით, რომლებმაც ახლა უკვე კარგად გაიგეს, რომ ქართული ოცნების მიერ მიღებული კანონი ეწინააღმდეგება დემოკრატიულ პროცესებს ქვეყანაში და მათ შორის იმ სულისკვეთებას, რომელსაც მიჰყვება საქართველოს, ეს არის ბუნებრივია ევროინტეგრაცია. პრეზიდენტი საულმე ზურაბიშვილი საკუთარ განცხადებაში ამბობს, რომ ის გამოიყენებს ყველა კანონზე ვეტოს უფლებას, რომელიც მისივე თქმით ეწინააღმდეგება სწორედ აღნიშნულ სულისკვეთებას და დემოკრატიულ ღირებულებებს ქვეყანაში. შესაბამისად, ოპოზიცია ფიქრობს, რომ ეს არის კიდევ ერთი გზავნილი პრეზიდენტის მხრიდან, რომ ის არ დაემორჩილება ქართულ ოცნებას და ამავდროულად დაიცავს იმ პროცესებს, რომელიც სწორედ ეხება დემოკრატიულ ღირებულებებს. ზურაბიშვილის მხრიდან ვეტოს დადება კარვების კანონპროექტზე იყო მოსალოდნელი, იმიტომ რომ ეს არის ანტიეროვნული და ქართული ოცნებას ჩადის დანაშაულს, ხალხის გაბრაზება ყოველდღიურად მატულობს და შესაბამისად მათ ეშინიათ ამ ბრაზის გამოვლენების შესაბამის საპროტესტო აქციებზე, რის გამოც ღებულობენ შემზღუდავ და ანტიდემოკრატიულ კანონმდებლობას. ვეტოს გამოყენება კარვების კანონპროექტთან დაკავშირებით კიდევ ერთი დასტურია, რომ შანტაჟი ქართული ოცნების მხრიდან ვერ შედგება. პრეზიდენტის ვეტო არის გზავნილი ქვეყნის შიგნითაც, ქვეყნის გარეთაც, რომ პრეზიდენტი ცდილობს, რომ არ დაფიქსირდეს ქართული ოცნების მხარეს, ეს რომ გაგვეგზავნა ჩვენ ვენეციის კომისიაში, არაპროპორციულ, არათანაზომად შეზღუდვად შეაფასებდა დარწმუნებული ვარ მე ვენეციის კომისია ამას. ვეტოს დაძლევს ქართული ოცნება, იქ მნიშვნელობა არ აქვს არგუმენტს. ერთი იქნება გადაწყვეტილება საერთოდ და მე უბრალოდ დანარჩენები ფულზე ხელის დამჭერები არიან, უბრალოდ იქ საღი აზრის ლოგიკას არანაირი მნიშვნელობა არ აქვს. არც დემოკრატიას, არც ევროპას, არც ადამიანის უფლებებს, არც მიტინგების და მანიფესტაციების შეზღუდვას. კარგია რომ ქალბატონი პრეზიდენტი ამ კანონს ვეტოს დაადევს, ეს არის კაფე გზავნილი ჩვენი პარტნიორების მიმართ, რომ კიდევ ერთი რუსული კანონი მიიღო ხელისუფლებამ და აუცილებელია რომ ჩვენმა საზოგადოებამ ყველაზე მთავარი ეს არის, რომ ამ კანონის წინააღმდეგ ხმა აიმაღლოს, ეს კანონი აძლევს შეუზღუდავ უფლებას პოლიციას, რომ პოლიციელმა თვითონ შეაფასოს თუ სად შეიქმნება საფრთხე რომელ კონსტრუქციაში და შესაბამისად ფაქტურად დაშალოს მანიფესტაცია, დააკავოს მანიფესტანტები. შეკრებებისა და მანიფესტაციების შესახებ კანონი ქართულმა ოცნებამ მესამე მოსმენით უკვე მიიღო, ამას მოჰყვა პროტესტიც. ამ კანონის მიხედვით პროტესტის მონაწილეებს ეკრძალებათ კარვების გამოყენება, გაშლა. პრეზიდენტი საულმე ზურაბიშვილი მიიჩნევს, რომ ეს არის გამოხატვის თავისუფლების შეზღუდვა, ის ამ კანონს ვეტოს დააძლევს. დიდი ალბათობით ქართული ოცნება პრეზიდენტის ვეტოს დააძლევს, თუმცა როგორც მოისმინეთ ოპოზიციონერი დეპუტატების განცხადებები, ეს არის პოლიტიკური განაცხადი, როგორც ქვეყნის შიგნით, ასევე ქვეყნის გარეთ და აღნიშნულია პრეზიდენტის მხრიდან, რომ ეს კანონი ეწინააღმდეგება სწორედ ევროკავშირში გაწევრიანების სულისკვეთებას და იმ რეკომენდაციების შესრულების წინააღმდეგ არის მიმართული, რომლის მიხედვითაც საქართველომ უნდა მიიღოს ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსი. მადლობა ნინო, პირდაპირ ეთერში